თამაშობდა პიკასო იმას. საბრალდებო დასკვნაში. ისიდორეს და დიდი მონოლოგი ხო მოკალიოს იძეოდა. ხო და ერთი 5 წუთიანი მონოლოგი აქვს და ბავშვები არიან, მოსული არ უსმენს არავინ, აიგე? და გიზოს პირს აღებს მარტო. მონოლოგს არ ლაპარაკობს, მაინც არ უსმენს არავინ და ხო და ასე დამთავრდა ეს ამბავი და თქვენი დედა ლეგჯეგი კოსარა კარგია ნამ დალოცილი ყავით სუპერში ცოცხლეთ თქვენი საყვარელი შვილები შვილიშვილები შვილთაშვილებს მოეწოდოთ მაჩვილებს და მაჩვილიშვილებს მადლობა όλე კასტისუროთ მადლობა ყველაფრისათვის აფასებისათვის ნიცას დაბადების დღე არის და ღმერთმა ბედნიერი გაზარდეს ეს გოგო საამაყო და სასახელო გაგემარჯვე ჩემი შვილებით არ ვიტყვი მაგრამ ჩემი შვილები ისე მყავს მე გაზრდილი გაზრდილი კი არა აღზრდილი მყავს რომ ჯერ ცუდი არავის არ უთქვია ჩემ შვილებს გაგემარჯვე ყველა დედას მისი შვილი უყვარს ესეთი არა ცუდი არავის არ უთქვია რომ ხო შეიძლება რომ ასეთი რაღაცა მრავალჯერ მოსულიყავით და ნიცას ქორწილს ჯერ უმაღლეში რომ მოეწყობა მაშინ დიდი მაგი და უნდა გაიშალოს და მერე კიდე ქორწილს ტრადიციულად მადლობა და ხო და ჯაშიც ახლა ჩამოსვლად აი შენ კოტე თქვენი მეორე ნახევრები თქვენი სიყვარული მართლაც რომ სამაგალითო არის 25 წელი ხო კოტე თავის მეუღლეს და 26-იც კი და არ დამავიწყდება მომენტი აი პიკასოს 20 წელია ვიცნობ და მომივედა ყველგან რომ თათა სურათები იყო გაკრული ჩემი სიყვარული ჩემი სუნთქვა და აი მაშინ მივხვდი რომ აი ეს არის ნამდვილი სიყვარული და აი დღემდე როგორ აღმერთებთ და უყვართ როგორც პირველ დღეს დაგილოცავთ თქვენს სოფოს თათას გიგას მომავალ მეუღლეს დავლოცავ მადლობა ჩემი და გიოს რა დაბადებულა ველოდებით ხო და ღმერთმა სულ ბედნიერა და კარგად გამყოფოთ მათთან ერთად და ყოველთვის ღიმილიანი და ბედნიერი სახელი. გაგემარჯვე, ნაცოლე, გაგემარჯვე. აი, ჩემი დიდა ჩემთან ცხოვრობ თბილისში სტუდენტობაში და მეორე ბიჭი რომ შეეძინა. რატომღაც ეს ბავშვი კითხულობდა ასე. ფისუნია კატას ამბობდა წაღმა. ფისუნია კატა ახტა მაგიდაზე ვაზე გააბრაზა მემოი. ესე იგი სპარტაკიზე და ზვიადი. არა, თეატრი იყო. გიორგი ერთი მეორე შალამბერიძები, ანუ ჩემი ძმები ბევრი იყვნენ და ბოლოს შემორჩნენ ეს ზვიადი და სპარტაკი. გასვენებაში. აი იქ რაღაცა ნაომი აქვდა და ზოგი არ გამოუშვა და ევას ესენი მსმელი ბიჭები ბოლომდე რაღაცა და ნუ ერთ სიტყვით წამოვიდნენ იქიდან მდინარეზე იბანავეს და სპარტაკის უთქვამს ახლა ჩემ ბათუმაში ჩემ ნათესავთან უნდა გავიერთო. ეს ახალ გაყოფასვენ. არ მეშვა სპარტაკი და გასხეს კეიფი ამ გასვენები და გამოლვილა ხალხმა იმაში ვარდუბანში. ერთი სიტყვით სპარტაკი ერთი ორჯერ უთხრა წავედით ზვიადიო და გამდა არ გავყვებით ვერაფერს კაც 2000 წელია სადაა ტრანსპორტი. ნუ და ახლავე მოვალო ზვიადი როიცა ახლავე მოვალო როიცა და ზვიადი მიდიოდა და აღარ მოდიოდა მაგრამ ახლა პირიქით მოხდა რა. და სპარტაკი იმიატოვა ზვიადი თავის ნათესავებთან სპარტაკის ნათესავებთან. ზვიადი ოღონდ აღარ მარხსოვს ზვიადი იმ დღეს იწვალა და ჩამოვიდა ქუთაისში თუ მე მგონი დარჩა ბარდუბაში და ჩემ მეორე დილით ხო ვერ გამოყვა ვერაფერს და სპარტაკის უცხო არა მე რა მოხდა არა იქ დარჩა რაღაცა მეორე დღეს კი სპარტაკი ღამე მოკლედ ადგა და წამოვიდა რაღაც მანქანა მოდიოდა და ამ ბარდუმიდან წამოვიდა ქუთაისში და ეს მაგაც მიატოვა ჩვენი ერემიჩი და ერემიჩი ძინავს და სანამ დაიძინოს საწავი აუწაყვა ვიღაცას ღამის 12 საათია რაღაც ამოხდა და აძინეს ერემიჩი ოთახს და დილით იყვიდა და ფული არ აქვს და ლარიანი მომეციდა რომ ქუთაისამდე ჩავიდა ერემიჩი ჩამოვიდა ლარიანი ასეცხები ლარიანი ქუთაისში ახლა ბუთღვინავს ერემიჩი დილავს 10 საათია თეატრის ეზოში სადა იმას მოუკლა რა მიქნეგი სადამტოა მუცხო ოჯახში მომჭრა თავი რაღაცა და ნუ როგორც იქნა გამოჩნდა ბუჩქებთან იქ და ახლა რო იბოლიტეს ძეგლია ეს არაფერია სპარტაკი მოდის მოჟამული აქვს ახლა ნუ ბევრი აქვს ნასვამი რა იგი გასვენებაში და მე ახეთ სადა ხარ ბიჭო მოდი ბიჭო აგერ შენდა და ეგრევე დალევი ვასო
წამოდი კლაროს მაღაზიაში გადავიდეთ ეგ პივადავლიოთ. წამოდი და იქ გეტყვი და ნარჩენსო. შერიგდენ უძე. ერთმა პივაში გადავიდეთ. დალე პივაში და როგორ ხეთი დალე პივას და გაჩერდა ასე და კარგი ჯერ დავლიოთ. მოდი ჩვენ თეატრს გავმოჯოს. ჩვენო საყვარელო ხალხო, რადომ ესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს გამოვაჩენს. მისი წარსულით, მისი აწმყოდი და მისი მომავალი. ეს ჩვენი თეატრია, ჩემი თეატრია. მე 100 წელს გავხდიდა თეატრში. მაინც ყოველთვის იყო ჩემი თეატრი. მაინც მესხიშვილი. გაგემარცხი. მაინც და ძალიან მიყვარს და მოდი ყველა მესხიშვილი დღევანდელ თაობას გავდავლოცავ და წარსულ ჩვენ წინაპრებს აწმყოს და მომავალს კიდევ მიცმოვ. გენაცვალე. გაუმოჩის თავისი ვახლას მდიდარი ისტორიით ჩვენ მესხიშვილის თეატრს და ძალიან ბევრი წარმატება კიდევ მომავალში. აუმოჩის ჩვენს თეატრს, ჩვენ ლანომესხიშვილის თეატრს. ყველა ინკორიფერით პირველი მადომესხიშვილელი ვინც იყო და ბოლოს ახლა ზვიადი წავიდა და ყველათი გაუმოჩის ვინც ამ თეატრში მოღვაწეობდა. მომავალს წარმატება უსურვს. გაგემარცხი გენაცვალე. 90-იანი წლებია და ვიყიდე მანქანა ფორდი რომელი ძალიან დიდი ფორდი იყო და ოსტა მოვდივარ და თუმე უნდა დაზღვევა მე რა ვიცი შევარნა ტყილა რაღაცა და მაჩერებს გაიშნიგე შემხვდა ეს გაიშნიგმა დამიქნია ხელი და დამიქნია და გავაჩე ჩამოს ფანჯარა ჩამოუწიე და ჩამოყო თავი და მე მგონია რომ მე მიცნობს თქო და კი გადავკოსნი ასე რაშობე გეცე დედა ჩემ მეუნე რატო გადაგკოსნი მე ალბათ ნას არა ალკოჰოლზე გამოწევდა არის ხო მაშინ აპარატები ეს მაგარი არის ფიცინი და უღიმი. ორი ტეკი იყო და ყველგან უნდა დამედო ლარიანები, სულ არ მქონდა ეს დაზღვევა. დედას გაუხადა მსახიობი ისო. ლარიანი უნდა მიმეცა ერთისთვის და მე თეატრიდან არ ჩამოსვლამდე 2 ლარი უნდა გადამეხა და სანამ დაზღვევას გადავიხდიდი და იმას სულ ეძინა, ერთ მსუქანი კაცი იყო მასკუჩით იდგა აგერ იმას ჯვართან. მოსახურში და ორი ხაჯაბური იყო. ეძინა და ეძინა ასე მიდოდი და ჩაუგდებდი 2 ლარიანი იყო და გავაგზელებდი გზად. მაჩერებს და შენო გუშინო არ გადაგიხდიო. მე ვთხარ გეძინა როგორ არ გადამიხდიათ? კაი თუ მეძინა წადი. რა ხდება რომელი წელი? აი ხა ეს არის 80-იანი წლები ახალი მისული ვარ თეატრში და როგორც იტყვიან ჭიპი მაქვს მოჭრელი რადიოში ვიკრიბებით ძალიან ესეთი ვიწრო წრე. ყველა ვერ შედის რადიოში და გამოვაცხადა სავალომ რომ რადიო ცეხში არ შევა არავინ. სიგარეტის მოწევა, ყავის დალევა, აქ თეატრია და შეპარული ვარ რადიოში კარებზე კაკუნია. გავიქეცი და ის რო იყო ინგარ რკინის ისინი აპარატურა სადაც ბაბინები და ძველი აპარატურა საიდანაც გადიოდა მუსიკები ჩავიმალე იქ ჩავიმალე შემოვიდა ავალო რაღაცა ილაპარაკა რაღაცა მაყოლას მიყავს მუსიკა და ასე უნიშნებია ხელით მოდი აგერო ამ კიბეებზე ახლა ვერ წარმოვიდგენდი რომ იქ ჩამოვიდა და ამ კიბეებზე ჩამოვიდა აგერ გართხმული არ წევარ მე ამა შეხედი ახლა ადეგი გოგოსები დადეგიო ადეგი ინგასმის არ იყოს მლანძღამ თათხა მე რამდენჯერ გა მე ვთხარი მშობელს მშობელს რაღაცები ისე ვილად მიხარ ხო ხეშ მე ვთხარი მშობელს მშობელი სკოლა კი არა უყვარდი არა და მე მამაშენის მიღებული ვარ რო იცოდე თეატრში ძალიან დიდი აცხონა ღმერთმა აცხონა და მაღალი ხარ ახლა მე მოვყვები ერთ ისტორიას დაახლოებით 99 ასე ან 2000 სააკაშვილის დროა და ბონდო შალიკიანი რო ევე ქუთაისი რაღა ზუსტად არ მახსოვს დამფუძნებელი იყო იმ დროს ახალი წელია და ბონდო შალიკიანმა თეატრის ხალხი დაგვაჭრა რესტორანში და მაშინ ახლა რესტორანი იყო 2-3 ქუთაისში და მე წავედით ტირიფებში და ჩავიცი ჩოხები და ისეთი დრო არ ყველა ცემს ყველა ზურტყავს და ჩოხა რო გაცემი და რო გცემენ რატო გაცია ჩოხა აა პირიქით ხო საამბო ხო და მაშინ რო რას ქვია ჩოხა ყველა რო ძველები ჩაცოცხლები რო არიან და
ვიქეიფებ ღერით ვეყავთ ერთ ამბავში ყველა ვიყავით მთელი 1-30 კაცი ვარ და ძალიან მაგრა ვიქეიფებ ვართ ერთად და კოდა მე უნდა წამოდიო ტუალეტში გავიდეთ კაი მეოთხარი გავყევი და ისე დრო არ მარტო არ გადიხარ ტუალეტში რაღაც შარი არ მოხდეს მიდის კოსტა ჩოხით მივყვები უკან მე ხანგა მეგავასე და ვიღაცა ტიპმა მეიცადეთ ნაცეკვები გვაქვს ნამღერი გვაქვს უკვე ნუ გამოვიჩინეთ უკვე თავი რაღაცა და ხო და მომივდივარ მე წინ მივდივარ და კოტეს უძახს ვიღა მეიცა ბიჯო შენაგე რა მომისმინე ძმაო და ეხა გავჩერდი მე შარია უეჭველი თქო შემონდა კოტე და მე აქედან უსმენ ახლა და ახლოს ხარ მე ბაცი ჯერ ახდები და შენო ძმაო მოგწონს აქაურობაო და კიო მომწონსო კოტეუნება მომწონსო ჩვენიო საჭმელიო ხაბაბიო რაღაცაო სუფრაო ქართო მომწონსო კოტე მუთხრა თაბარიო ბუნებაო ფოლკლორი ცეკვა სიმღერა ამას ინარი სახე აქ რო შეხედავ უცხოელი სახე ქართული ტიპაჟი არ არის რაღაცა ბრიტანული ან ამერიკული სახე აქვს ირლანდი და ეთყობა ეგონ მაშინ დადიოდნენ სკანდინავი და დადიოდნენ ხშირად დადიოდნენ ჩოხები დადიოდნენ სკან ჩაისმოდნენ უცხოელები ქართული ევასებოდა და ზოდა თურმე ეგონა ეს კოტე ეგონა უცხოელი ხო და ხინკალიო მოგწონს მომწონს ეონა რა ვარ მომწონს ხინკალი წვადით მოგწონს კიო მომწვადით მომწონს ბუნებო თაბარიო მოგწონს იმარო ეკა დაეჭა ასე კარგათო ქართულია საიდან სიმღერა ცეკვა საიდან ამდენი წელი აქ ახარო კაცო საქართველოში ეგი მასუხო სიქთარველი ვარო და საიდან შეგური ვარო ხო და დავდგით მარიამ წვარდი და შაშიაშვილმა რო გააკეთა იმერეთის ფესტივალი ავედით ჭიათურაში და აუდით და სანამ სპექტაკლი დაიწყება ხო მაშინ არ ფული არ ქონა რაღაც ავაგროვეთ 3 ლარი და საბაგიროზე არა სანამ საბაგიროზე შევედით იმაში ბაზარში და რაღაც ხაჭაპური პური ვიყიდეთ ყველი რაღაცა და ვიღაცამ თქვა რომ მოდიო პური და ყველიც ვიყავ აი შევჭამოთ გზაში მე პურს დაყოლსვამ და საბაგიროზე ავიდოთ ჯერ გვაქვს 1-2 საათით რო და მივდეთ ამ ჭამთ საწოდაი არტისტებს ფული არ გვაქვს არა ავდივარ და თითქოს გადაუფრინეთ ასე ზემოთ ადის ის საბაგირო და ტიპი გაიჩითა და გამარჯობა გამციან სახე ხო სამოსული ხართო ვიცითო სპექტაკლი გაქვთ რაღაცა სიმღერა დავხსნით იმას სიმღერა ვიმღერე ხო და მოეწონა და მოკლედ თუ ახლაო არ წახვიდეთ არსათო მოიტანო ღვინოსაც რაღაცა ორი ჭიქა დავლეთ წადი მეც მოვდივარ სპექტაკლი კაი ვიგი ბატონო გელოდებით თქო და მართლა 5 წუთში ამ ტიპმა არ 20 ლიტრიანი მოცა მოიტანა თავის მოწყობილობით იქვე ცხოვრობდა ზევით რაღაცა და swamp ახლა მარა სპექტაკლი იწყება ამასობაში ხო და ესეც გოჩქარება მე უთხარი სპექტაკლი იწყება swamp და ის გაფრთხილებული ყავს ის ხო და არა იმა გათიშა საბაგირო გათიშა ეს ხალხი არ შემოუშავოს ანამ მე არ გეტყვიო საბაგირო გათიშა მოკლედ დენი წავიდა თუ რაღაცა ქნა კაროჩე მოკლედ საბაგირო აღარ მუშაობს ანამ 20-იანს არ დაცლითო კიდევ ვერ წახვალთო და სპექტაკლი იწყება 4 საათია 5 სპექტაკლი იწყება ჩვენ ჩქარჩქარავ სვან აბა ჩქარა დაასხი 1-2 მე დავცალოთ ეს ხო და ამ კამკაც უნდა დარჩა 2 ლიტრი 20-დან და ეს 2 ლიტრი წავიღოთ თქო და გზაში და კაიო ჯანდაო ჩავეყარეთ ეს 20 კაცი ამე მაშინ რა საბაგიროში და მოდივართ ბანცალობს და საბაგირო ჩვენც ვარ ჩამოდივართ უკვე არ 5 წუთია 15 წუთი და 9 საათით ადრე მინიმუმ ადრე ხუნდა ვიყოთ სპექტაკლზე და გრიმია მარიამ წვარდი ყველას გამოსასწორებელი გქონდა კოსტიუმები არიკები კალგოტკები თეთრი ზოგშავი თეთრი კალგოტკები ბიჭები შენახარ კაცი შავამბერიზასაც ახლა დასის მართველი კახა გოგოლაშვილი ეს ჩამოუფრინეთ ზემოდან მოფრინავს ეს ჩვენი ისა რა საბაგირო და კანატა ახლა ეზოში გადის გამოდის უკვე გვეძებს ეცერთა თან იხედება გიჭამს ხელებს ფეხებს ერთა მალში აიგინება ასე შევა რაღაცა თვებს იპუტავს და ჩვენ ზევიდან კახა აგინებთ რაღაცა მაიმუნებს და ხალხი გულე ვაკეთებს საიდან მოდის ეს რაღაცა 200 მეტრი და საბაგიროზე თუმცა რასაუბრს ახლა და ბუჩას არ გაგდებია ხალიდან მიხდა ამასებოდა არ უცა ასე თუმცა ზევიდან უყურე კახა დამშვიდი არ ვარ თრალები კახა მოვდივართ კახა ნუ გეშინია სპექტაკლზე მოусწრებ და ჩამოვედით ყველა და ხმარა უნდა ეთქვა 40 კაც ჩამოვედით იმისა რა კანადგა ასე კანავ ყველა მსახიობი ზემოთავ ჩვენ უშგებო ჩვენ თუ ჩაატარეს სპექტაკლი შემოვედ
შეგვივა ხმას არიღებს კახაც ან ძალიან გვიყვარს ძალიან ჩვენი მეგობარია და შეგვიშვა ყველა და რა უნდა რა გვისაყვედუროს რას მოიგებს ან მაგიან თეატრი და განგრეული მთვრალები დაიწყო სპექტაკლი და დაიწყო სპექტაკლი და ჩვენთან როგორ ის პონტი ეცო ყველას გვიჭირავს შანდლები ძველი ის არის რა ქვია ეპოქაა და მე დაგვაჭერნე დაგვაჭერდნენ მაგის გამო რომ დენი არისო რომ ხო ეს სანთლები ხო დაგვაჭერიდეს და სანთლები მანამდე ხო მანამდე სანამ სანთლები ეს არის ეს ჩვენი მოძრაობა მოკლედ არ იგზნობოდა ნუ ერთი სიტყვით ახლა პრობლემა ჰქონდათ ის რომ კოლგოტკები ეცვათ და გოგოებს ჰქონდა პრობლემა ის რომ ყველას გვეხურა თავზე რაღაცა დიდი პარიკები ეს პარიკები ზოგს ასე გვეხურა ზოგს ისე ვიყავით და ეს სანთლები რო დაგვაჭერინა ხელში სუკი არა რანაირად განავს ეს სანთლები საეტრუსა ეს სამტრედიაში ვართ კიდე იგივე სპექტაკლით მარიამ სტიუარტი და შალამბერიძე გამოდის და დადლის თამაშობს რობერტ დადლი გიფორდი იყო თუ დადლი ნუ კაი რა მნიშვნელობა თეთრი კოლგოტი აცვია ეს აჭკა იმითი რანგად გაყედეს მაგდან საყვარელმა სამტრედიელებმა და ზოგიში რა ამ გამოთქვაზე და ამას გემოთ არა, ჯერ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი გრაფ გიფორდი 16 კილო დასაწყისი და დასაწყისი იყო ყველაზე მაგარი ოთარი შანიძე მუსიკალური სკოლის დირექტორი იყო ცნობილი უგანათლებული ეს პიროვნება და იწყება სპექტაკლი და ერთი თუთით არ დაიწყო და ფარდა არ გახდა გავიდა პარტიზი და საზოგადოებას ეუბნება აბა ეხლა არ შეგვარცხვინოთ ყველა გინება ხმაური ბუდება არის ხოთან სამოსილიო მესხი საბიშოვის ხლაპუშკები ამ გაფულს ცეცხლი არ გააჩი ჩვენ გრიმს ვიკეთებთ ამ დროს რაღაცა მარიამ სტიუარტია ზოგი კალკოტგებს ვისმენთ ზოგი რა ხონდა გვესმის ახლა დარბაში რა ხდება გაჩუმდით ურუ ფეხბურთის სტადიონზე გეგონება თავ სტადიონზე გეგონება თავ 100 კაციან დარბა ყველა გაჩუმდით მერი გამოვიდა სამტრენი მაგ გუბენ ვიღაცა და მესხიშვილის თეატრია ჩამ ცეცხლი არაფერს წოვგდეთ სიგარეტი არ მოწვეთ არაფერი ესროლოთო სახიობებს არ შეაგინოთო და ჩვენ აქ და უნივერსიტეტში ვიდეო აი მე სადმოვედი და კიდე გაი მე მანქანაში ყავდა პირველ მოქმედებაში კლავდნენ და წავედი ეგრევე გაგზე ახლა ხო გაგზელდა სპექტაკლი ერთ ცხონებულის ზვიადი ის ერთი პერიოდი იყო თუ გახსოვთ სპექტაკლი ყოველი სპექტაკლის მე განხილვა მიდიოდა სპექტაკლის რა და ერთი რაღაცა მინდა რო თქვა ბატონო ჯეირან და კალკუტკები გაცვია ყველა ზოგს ნაყავისფერი ზოგს შავი ზოგს თეთრი და ცოტა ხარისხიანი კალკუტკები რომ უკედა თვალი მიდის ამ კალკუტკებს რა დევიტანში ხალხი რა ასე და ცოტა ხარისხიანი კალკუტკები რომ მოიტანა თქო ნემსისორი და რაიძახნე დილას ვეცეს ასე ჩემი პროფესიის დედა კოლგატკასო შეცა დილაუთელი ახლა ეს სპექტაკლი ყველა რაიონში დაგახსნა იმულში ვართ და გვაქვს გვიკეთია ესეთი ულაში და აქ ნიკავზე ერთი ახლა მარიამ სტიუარტი სტიუარტისა ხო და დამთავრდა სპექტაკლი და ბიჭო ახლა დაგვზევს ეს რა ქვია ვისაც აბარია ეს სად არის აბა პარიკი არ დამეკარგოს ულაში მომეცეთ რაღაცა აქ რომ აქ ეს ვერ ვნახე ვერ მივაგენი საწევიდა ჩემი ქვედა ულაში ვიზა გასულ ხო ნემსუჯერჯეს რა უნდა და მეტი ქვედა ულაშეზე ხო და მე მეკითხები მაგას სად არისო და ახლა გამახსენდა ეს რა ქვია ჯაზზე სალონში ვართ რა კი ვართ 1-22 კაცი ხო სანამ დაიწყება თუ არ მახსოვს ნინი ქარჩავა ყვება კახეთში სოფელი მაქვსო ვინო ვაწარმოებთო ვაზ ზულისო დედაჩემი რაღაცაო და მეზობელი გადმოვიდაო ეს რა ქვია ჭაჭა წაიღო ჭაჭაც არ ვიცოდი რა იყო თუმე ეს რო გამოწურავი ის არისო ჭაჭა რჩება თო ნინი ყვება ხო მე არ ვიცოდიო ეს ჭაჭა ხო თუმე ის არისო რა ეს ნარჩენი იმის ყურძნისო და გადმოიღო წაიღო მეთქი რა თუნდა ეს ჭაჭა რა თუნდაც წაუღი ეს ჭაჭა ნუ აზერ ვარ არის რა ხდება რაღაცა შაქარი დაუყრია თუ რაღაცა წყალი დაუსხია და ამ 25 კაცი მე მიყურებს და ამას ხო წყალი და ღვინო არ გააკეთა ხო ბაბა მე მომიჩა მე მაინტერესებს და ვიღაცას მე გიგა ჩიქოვას ჩვენ მერავიც ამცი ამსახურებული არტისტი ძალიან ცნობილი მსახიობი იყო და გაანათოს მაგრამ ჩვენი გიგა კიდე ყველა ისმის ჩიქოვანი და ერთ წუთით ვისებაა მოკლედ გიგა 12 საათი სადაც უნდა იყოს ყველგან ეძინება სადაც უნდა იყოს მოკლედ ძინავს რა და მესხეთში სვამს გიორგი შალამბერიძესთან და
შე ტაბლა ისენი რო არის, მაგიდები და სამფეხას კამები ორ ფეხა. იმაზე უზურგოს კამი რო. ისეთ იმაზე ვქეიფობთ ასე და. ამას დაეძინა 12 საათს. ჩვენ დილამდე ვქეიფობთ. დილას ამას ჩვენ გავადრებთ და ამას გაეღვიძა 7 საათზე, 8 საათზე ისევ ასე. ჩვენ ვაგზელებთ ქეიფს და გაეგვიძა და ზურგი რო ბიჭო ზურგიანს კამზე მაინც დაგეჯიდეთ. თელი ხამ უზურგოს კამზე ორ ფეხას კამზე რატო დამაძინე? სამფეხას კამზე ზურგიაზე რო გადავარდნილი ყავ. გურგურსტვენა ვაცინა ზევადილეოდა მოდი ჩემო ატონო ავალოს მე აჯაია შენ გენაცვალე მე აი კაცი ხარ და მამაშენი კაი კაცი იყო ჩვენ აქ ხედავთ ქუთაისის თეატრის მსახიობები ყოფილები მოქმედნი ცოცხალი და ის მკვდარნიც კი ვისმენენ დღეს ერემიჩის თამადობით თელ მესხიშვილის თეატრს გამომოდო თელ ჩემ თეატრს გაგემარჯოს ჩემი ძმა 100 წლის რო ვიყო და 1000 თეატრში ვიმუშაო ხო ყოველთვის მე მესხიშვილელი ვიქნები და მესხიშვილის თეატრელი ვიქნები და რო ვიტყვი რომ ეს ჩემი სადაც არ უნდა იყო ამბობ ჩემ თეატრში რომელ თეატრში მეკითხე მესხიშვილის თეატრი სულ ამასო ჩემი თეატრია და ჩემი თეატრი არის ჩემი თეატრი როგორც შენი თეატრი როგორც შენი თეატრი ყველას თეატრია ეს თეატრი იმიტომ რომ განსაკუთრებული და ამხელა სითბო ამხელა სიყვარული ამხელა ბედნიერება რაც მე 10 წლის მანძილზე მქონდა ამ მქონი არასოდეს მთელი ცხოვრების მანძილზე პროფესიო რო გიხარია ერთი ის ამბობს ნიკულინი ამბობს რომ რაღაცა გადაცემა იყო და რა არის ბედნიერება იური ნიკულს ეკითხებიან მე მგონი არ ვიცი რა არის ბედნიერება რომ მე მგონი ბედნიერება ის არისო რომ რო გიხარია დილას უადგებიო რომ სამსახური წასვლა გიხარიაო და სამსახურის მერეო რო გიხარია რომ სახში მიხვიდი ხო ეს არის ბედნიერება მართლა ბედნიერება ისა რომ ჩვენსაც სამსახური არ გვია ჩვენ ვაბობთ მივდივართ სახლიდან ესეც მაგარი წასვლა გიხარია სახში მიხვიდი ეს არის ბედნიერება მოდი ჩვენ მესხიშვილის თეატრს გავუმარჯოს წარმატება უსურვოთ დღევანდელ სამხატვრო ხელმძღვანელს გოგა თავაძეს ბატონო გოგა წარმატებები და სიხარული და ბედნიერება არანაირი ვაზენი დამჭირდება იცის გაეცინა და გადაიღე გენი ყველა იმ არტისტები იმიტომ რომ გითხრა თუ არ ჭირდება იმიტომ რომ მე თეატრი მინიმუმ არ ვაპირებ ამათ გონია თუ მიტო ხო იცი ქართული პროგრამაზე არტისტული ვაიდა თეატრი დაბრუნდა ვაიდა ევროპას ხევა თუ რაღაცა და რა ირჯვარს გადავიწერ გაუმარჯოს მესხიშვილის არანაირი მიკნელობით არ ვიზახი არანაირი პათხალი მე გოგა თავაძეს უსრო წარმატება რო იყო სხვა მეორე გოგა თავაძე იყო იმასაც გავსი უთხარი მანამდე სიხო იყო იმასაც ვიგიუთხარი მანამდე ვინც არ უნდა ყოფილიყო ყოველთვის მაგას ვიძახი რომ მოქმედი ვინც არის იმას ვეუბნებ წარმატებები ეს ჩემი თეატრია და არ გაგუკლება რომ ჩვენ არ იყო წარმატებული იმიტომ რომ ჩემ თეატრში ყველა წარმატებული უნდა იყოს არტისტებიდან დაწყებული თავ რეჟისორიდან სამხატვრო ხელმძღვანელთან დაწყებული ყველაზე დამლაგებლამდე ისურვებს წარმატებას ბატონო გოგა არ იცის ღმერთმა რომ არაფერი არ მომოძრავებს უბრალოდ ხუმრობენ ყველა გაუმარჯო ჩვენ მესხიშვილის თეატრს ხვალზე რო იყოს იმას იგივეს მაგას ვეთქვი